თავი მე-11. ო ნეტა ვოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს სისულელეს, თუმცა მიწნარებთ კიდეც. ვინაიდან თავგამოდებული ვარ თქვენს მიმართ ღვთიური თავგამოდებით, რადგან დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. მაგრამ შიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში. ვინაიდან თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა თქვენ რომ მიგეღოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელი იქნებოდით. მაგრამ ვფიქრობ, არაფერში ჩამოუვარდები ესოდან მაღალ მოციქულებს. და თუმცა სიტყვით უმეც არი ვარ, არა ცოდნით, მაინც ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენთვის. ანდა ნუ თუ სოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას. სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან ქირას, რათა თქვენ მოგსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხები. ვინაიდან ჩემს ნაკრულებას ავსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ და კვლავაც ვეცდები. ქრისტეს ჭეშმარიტებით, რომელიც ჩემშია, გეუბნებით, რომ ეს სიკადული არ წამერთმევა აქაიის მხარეებში. რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ. ღმერთმა უწყის, მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი მოვკვეთო მათ, ვინც საბაბს ეძებს, რათა ისინი ჩვენის თანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იკვეხნიან. ვინაიდან ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, ზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნით სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან, მაგრამ მათი ბოლო, მათი საქმეთამებრ იქნება. კვლავაც ვიტყვი, ნუ რავინ ჩამთვლის უგუნურად და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც ვიკვეხო. რასაც ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე, არამედ თითქოს უგუნურებით. რა კი ბევრი იკვეხის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხი. ვინაიდან თქვენ გონიერნი ხალისით იწყნარებთ უგუნურებს, რადგან იწყნარებთ, თუ ვინმე დაგიმონებთ, თუ ვინმე შეგსანსლავთ, თუ ვინმე დაგიპყრობთ, თუ ვინმე გაყოჩლება, თუ ვინმე სახეში გცემთ. შესარცხვენად ვამბობ ამას, თითქოს დაუძლურდით. მაგრამ თუ ვინმე გაკადნიერდება და რაიმეთი დაიკვეხის, უგუნურებით ვიტყვი ამას, მეც გავკადნიერდები. ისინი ებრაელები არიან? მეც. ისრაელიანები არიან? მეც. აბრაამის თესლნი არიან? მეც. ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ, მე უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას. 5 ჯერ მივიღე იუდეველთაგან 41-ით ნაკლები დარტყმა. 3 ჯერ კვერთხით ამცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და 3 ჯერ გემის მსხრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი. მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოთ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის. შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხულობაში, ყინვასა და შიშიშვლეში. კიდევ გარდა სხვათა, დღითი დღე რომ მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. ვინმე დაუძლურდა და მე არ დაუძლურდი? ვინმე დაბრკოლდა და მე არავენთე? თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი. ღმერთმა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, კურთხეულმა უკუნითი უკუნისამდე იცის რომ არ ვცლობ. დამასკოში მეფე არეტას ოლქის გამგებელი დარაჯობდა დამასკელთა ქალაქს, რათა შევეპყარი. სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედელზე და ხელიდან დაუსხლდი მას.